2 or 3 microphones. The sound does not fade. Our blendcast begins. It begins. მოგესალმებით. ეს ბლენდკასტია და ჩვენ წარმოგიდგენთ შემდეგ ეპიზოდს. ჩვენი სტუმარია გიგა ლოლაძე, ჭაჭის ქომაგი. გამარჯობა გიგა. გამარჯობა ჩემო მეგობრებო, დიდი მადლობა რომ დამპატიჟეთ თქვენთან სტუმრად. მე ძალიან გახარებული ვარ რომ ეს საქმე წამოიწყეთ. გილოცავთ პირველ რიგში, გისურვებთ წარმატებას და ძალიან ბევრ საინტერესო ეპიზოდს და სტუმარს. მადლობა და მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა გიგა. გაიხარეთ. რატომ ჭაჭა? ძალიან ფართო კითხვა არის, რატომ ჭაჭა. ჩემთვის პირველ რიგში ძალიან მშობლიური არის ეს, მაგრამ უფრო იმიტომ რომ ჭაჭაზე არავინ არ საუბრობს. რომ გადახედოთ ქართულ მედია თუ Facebook-ს თუ არა აქვს მნიშვნელობა, შეხვედრებია თუ რაღაცები, სადაც იმართება ან საუბრები ხდება, ყველგან არის ღვინო, რა თქმა უნდა, რომელიც მართლა დამსახურებულად ძალიან კარგი პროდუქტი არის ჩვენი. არის ვისკი, არის ბრენდი, ანუ იგივე კონიაკი, არის სხვადასხვა სასმელები, რა ტეკილა იმას. გარდა ჭაჭის. ჭაჭა არ არის საქართველოში. საქართველოში ჭაჭა არ არის. არა და ეს არის მართლა უნიკალური პროდუქტი. ეს არის პროდუქტი, რომელიც არის ამავდროულად, უпростоრედ ღვინის გაგრძელებაც, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. და ამავდროულად დამოუკიდებელი ღვინისგან. თან მიირთმევს ალბათ ყველა. სუფრაზია ყველგან და საუბრით არავინ არ საუბრობს და არავინ არ აქებს. არავინ არ აქებს ხო და არავინ არ თან ბევრს მოწონს. ძალიან ბევრს. თანდათან კიდე უფრო ბევრს მოწონს, რაც ძალიან კარგი არის რა და ჭაჭის ქებაზე თანდათან გადავალთ, მაგრამ ჩვენ ვართ ბლენდკასტში და ჩვენი მიმართულება ძირითადად ვისკია. ესეთი შეკითხვა მინდა დაგისვათ. თქვენი პირველი კვეთა ვისკთან რა იყო? თუ გაიხსენეთ, აი პირველად ვისკი როგორ შემოვიდა? ბუნდოვნად გავიხსენებ, მაგრამ პირველი თუ არა მეორე მაინც რა, ანუ როგორ იწყებოდა მაგას ხო, აი როგორ იწყებოდა რაც გახსოვს. ვისკი თქვენ ცხოვრებაში მე შემოვიდა. და ჩემი მეგობრები ძალიან პატარები ვიყავით, რა ვიცი. ახლად წვერ ამოღერილი ბიჭები და ალბათ იაფიანი ისეთი ვისკი, აი ყველაზე და მანქანაში დალევა. ალბათ დასათრობად რომ გინდა ხო ხდები და გასახსენებელი ისტორია. არ გინდა თქვათ არაყი და რაღაცა განსხვავებული გინდა პირველად ფული ხელთ მოგივარდა თქვათ და ლუდსაც არ სვავ, არ ძღვინოსვავ და გავსინჯეთ ესე რა რაღაცა. უცხო ხილი. ძალიან პატარები ვიყავით, არ მახსოვს რომელი ვისკი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა რაღაცა არ აქვს მოკლედ მაგას მნიშვნელობა და მე და ჩემმა სამა მეგობარმა დავიწყეთ მანქანაში და ჩვენ გვეგონა რომ ის რა უნდა მიგვეტანებინა ახლა ძეხვი და შოკოლადი. აი რა ცუდი კომბინაცია ნახე ახლა ძეხვი და შოკოლადი ერთად და ვისკი. უფრო საინტერესო იქნება პირველად როდის აღიქვი რომ ეს ვისკი იყო, როდის მოგეწონა და რა მოგეწონა? აი ძალიან საინტერესო. შემიყვარდა. იმიტომ რომ ძალიან მაგარი სასმელი არის. აქ უნდა გახსოვდეს რომელი იყო პირველი რომელიც მოგეწონა. Famous Grouse. ესეც არ არის ალბათ ის რაღაცა ძალიან მაღალი დონის ვისკი, მაგრამ თუ მოწონებაზეა საუბარი და შეყვარებაზეა საუბარი და უკვე დაკვირვებაზე და იქ რაღაცების დაჭერაზე, არომატებზე და შესწავლა საიდან იწყება, იყო ეგ. ნუ მის მერე რა თქმა უნდა უკვე ვითარდება. სხვათა შორის გაგაწყვეტინებ და გეტყვი, Famous Grouse არის შოტლანდიაში ყველაზე გაყიდვადი ვისკი. ეს არის Edrington ჯგუფის და არის Macallan's და Highland Park-ის ბლენდი. ვინც არ იცის, ერთ-ერთი საუკეთესო ვისკების ბლენდია Famous Grouse. ხო, მაგრამ ჩვენთანაც იყიდება რა და რადგან ჩვენ მეგობრებმა დავიწყეთ მანქანაში ვისკის სმა,
დავიწყეთ სხვადასხვა ვისკის გასინჯვა რა და არ მინდა ხა სხვა ვისკები თქო რომლებიც არ მოგვეწონა იმიტომ რომ შეიძლება ბევრს მოწონს და ვაწყენინოთ მაგრამ აი აქ ეს რო გავსინჯეთ უკვე როჭო ხო ქართულად როჭო არის მგონი ცნობილი როჭო ხო ცნობილი როჭო აი იქიდან უკვე მე დავფიქრდით სვანაირად მაგრამ არა როჭოა როჭოდან დაიწყო მე არა მარტო ჩემი ორი მეგობრის ურთიერთობაც და ვისკის სიყვარულიც. კი, ვისკი. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სპონსორია თბილისის ვისკის ფესტივალი. რა იცით ამ ფესტივალის შესახებ და აი როგორ ფიქრობთ, აი იყო ამის დრო, ან როგორ განვითარდება თქვენი შეხედულება? პირველ რიგში ის ვიცი, რომ თქვენი წამოწყება არის ეს ფესტივალი და კიდევ ერთხელ ამისთვის. ჩვენ და ჩვენი პარტნიორის ვინც არის გუჯა. კი ბატონო, ავსტრიაში და გუჯას გაუმარჯოს, თქვენს გაგიმარჯოთ. იდეა გუჯასი. და როგორ განვითარდება და იყო თუ არა ამის დრო. რა თქმა უნდა ამის დრო იყო, იმიტომ რომ ჩვენ რო ახლა ვიფიქროთ, რისი დრო არის, რისი დრო, ეგრე არ ხდება რა. ალბათ ჭაჭის დროც არ არის, მაგრამ თუ არ ვისაუბრებთ, თუ არ ვილაპარაკებთ, თუ ფესტივალს არ ჩავატარებთ, თუ რაღაცას თავს არ მოუყრით, დრო არასოდეს არ დადგება. დრო მოგყვავს ჩვენ. ამ შემთხვევაში თქვენ მოიყვანეთ ამის დრო, ეს არის ძალიან კარგი და ეს გახდება უფრო ფართო მასშტაბის რა, უფრო გაიცნობს ხალხი, დაუახლოვდებიან ერთმანეთს, ეს ვისკის მოყვარულები შეხვდებიან ერთმანეთს, რა ვიცი, ახალს აღმოაჩენენ. ეს ფესტივალზე მონაწილეობას იღებს არაერთი ჭაჭა. ესეც ძალიან კარგი არის, რომ სხვადასხვა სასმელებიც 16-17 მაისს მეოთხე ფესტივალი იმართება უკვე შერატონში. გრანდ მეტეხი პალასში და მიიღებს მონაწილეობას ფენიქსი, მიიღებს მონაწილეობას KTV, როგორც ვეძახით. ძალიან კარგი წარმატებები ყველას ვინც მიიღებს. მეღვინეობა, ჯაყელების ჭაჭა იქნება წარმოდგენილი, გიორბელიძეების ჭაჭა იქნება წარმოდგენილი და ფესტივალი არის ძალიან კარგი რა. ფესტივალების გარეშე ჩემი აზრით ძალიან რთული არის რაღაცის პოპულარიზაცია და რაღაცის წინ წამოწევა. ძალიან კარგი წამოწყება არის და ამ ფესტივალს უსურვებ, რომ უფრო და უფრო ძალიან ფართო მასშტაბიანი და პოპულარული გახდეს საქართველოში. აუცილებლად. და წელიწადში არა ორჯერ, როგორც ვიცი, არამედ 4ჯერაც რო ჩატარდეს ძალიან კარგი იქნება. პატარ-პატარა შეხვედრები ბევრი გვაქვს, რასაც ჩვენ დეგუსტაციებს ვეძახით, მაგრამ ზოგჯერ 50 პერსონა, ზოგჯერ 80 პერსონაც ყოფილა ჩვენ დეგუსტაციაზე. ფესტივალს სხვა აურა აქვს, ფესტივალი სხვა არის. და განწყობაც სხვა არის. იქ ახლა ბევრი ფესტივალებზე ყოფილი ხარ. რაღაც სიხარულის გრძნობა გაქვს რა. დღესასწაულია. დღესასწაი ხო, სწორია. ეს 2 დღე იქნება, ეხლა დაახლოებით 100 სტენდი, 100-ზე მეტი სტენდი იქნება. ეხლა უკვე განთავსებულ სტენდებთან პოვილობთ უკვე ისევ ადგილებს ვეძებთ, რომ გვინდა დავამატოთ რამოდენიმე ჭაჭა. ქართული ძალიან მივესალმები მაგას, რომ თქვენ როგორც ესე ვისკის ხალხი და ვისკის ფესტივალის სულისჩამდგმელი ხალხი, რომ ქართულ ეროვნულ სასმელსაც, მაღალ ალკოჰოლურ სასმელსაც გვერდში უდგახართ, აფერუმ თქვენ ხალხი. იქნება წარმოდგენილი მილდიანი, იქნება წარმოდგენილი რცველისი. იცი რა მნიშვნელობა არა, კი ბატონო, მაგრამ თავარია იყოს. არჩევანი დიდი გვექნება და ფიქრობ, რომ ალბათ ერთ 2-3 კიდე სტენდის ადგილს გამოვნახავთ, სადაც უფრო მეტი ჭაჭა იქნება კიდე წარმოდგენილი. ღმერთმა ხელი მოგემართოთ. ესეთი შეკითხვა მაქვს, ჭაჭა ორნახადი არის უკეთესი თუ როგორ ხდება ხოლმე? რაღაცა ახალი ისიც ვიცით ხო, ვალერი გონი? იცი როგორ არის? სამნახადი სანამ შენ უპასუხებ, მე უპასუხებ. სამნახადი ჭაჭა სამჯერ გამოხადეს, ანუ ჭაჭა, ეხა გიორბელიძეების მარანში და ველოდები დღე-დღეზე უნდა დავადეგუსტირო, ძალიან საინტერესო იქნება და აუცილებლად მაგრამ მაინტერესებს როგორ უნდა იყოს ჭაჭა? ერთნახადი, აი მაგაზე არ არის კანონში პრობლემა არ არის. თქვა კანონით არ არის პრობლემა, გინდა ერთნახადი იყოს, გინდა მაგრამ არსებობს კანონმდებლობა ალბათ საქართველოში. მაგრამ თვითონ წარმოებლები, მეჭაჭეები, გამომხდელები და მოყვარულები ამაზე შეთანხმებულები არ არიან რა. როგორ არის, იცით? მე რასაც ვაკვირდები, ვინც მეღვინეა, პროფესიით მეღვინე და კარგ ღვინოს აყენებს და ასე შემდეგ და ის ჭაჭასაც ხდის, ძირითადად მოსწონთ ხოლმე ერთნახადი.
მაგრამ ვინც მეტი დისტილერი არომატია არის, იმ ერთ ხო, რა ნახატში, თქმა უნდა, ვინც მეტი არომატია. დისტილერი არის, პროფესიონალი გამომხდელი არის და უფრო სხვანაირად უდგება ამ საქმეს. ის აუცილებლად მინიმუმ ორჯერ გამოხდის. იმიტომ რომ იმან იცის რომ მავნე ნივთიერებების კარგად მოსაშორებლად რაშიც მე ვეთანხმები მათ. აუცილებელი არის ორჯერ გამოხდა. ერთხელ გამოხდითაც შეიძლება კარგი პროდუქტი მიიღო, მაგრამ არ არის საკმარისი, შეიძლება გაგეპაროს იქ რაღაც. ანუ ამის ტექნიკურად რომ ავხსნათ აუცილებელია, მოკლედ რომ ავხსნათ რა. თავის ანუ წინ წანაქარს ეძახიან პირველი გამონადენის აუცილებლად მოშორება, აუცილებლად. აიღო გული და ბოლოს დატოვებაც, ბოლოს უნდა მოშორდეს. აი ამ გულის აღების იდეალური ვარიანტი, საუკეთესო ვარიანტი არის ორჯერ გამოხდა. თუმცა არიან ისეთები, ვინც ამბობენ, რომ ერთნახადი არომატისთვის მართლა ეგრეა, მეტი არომატი. კი ბატონო, აი მესამე და მეოთხე და მეხუთედ რო გამოხდი, აბსოლუტურად იკარგება ყურძნისეული არომატები და რჩება სპირტი. აი ამ საუბარში კიდევ ერთი შეკითხვა გამიჩნდა ესეთი. ვისკიში ვიცით რომ ვაძველებთ, დაძველებული ვისკი უფრო ღირებულია. ჭაჭასთან როგორ არის? აქ დაძველება რამდენად? კი ბატონო, დაძველებას რას გულისხმობთ? ახლა არის თეთრად დაძველებაც, არის მუხაში დაძველებაც. კასში დავარგება. კი ბატონო, აქაც ძალიან ისე არის, გემოვნების საკითხი არის რა. პირადად ჩემთვის რაც უფრო დრო გადის, მოკლედ რო ვთქვათ, სპირტი კარგდება. როგორც ვისკში არის, ისე არის აქაც რა, რაც უფრო დრო გადის. მაგრამ პირადად ჩემთვის ბევრად როგორ, უფრო მისაღები არის თეთრი ჭაჭა. დავარგებული ვთქვათ 1, 2, 3, 4 წლის, ვიდრე კასრში დავარგებული, იმიტომ რომ ჩემთვის ჭაჭის მთავარი ხიბლი ის არის, რომ ეს ხალასი არომატები გადმოიტანოს პროდუქტიდან რა. როდესაც უკვე ეს კასრი უმატებს თავისას, ხო? თითქოს იკარგება ის ყურძნისეული არომატები და ბევრი შემოდის ყურძნისეული არომატებია. ხო, აღარ ჩანს რა. ჩანს, მაგრამ ეს რაღაც მუხის არომატებიც ძალიან შემოდის და ამიტომ მირჩევნია ხოლმე თქვათ ჭაჭა დავლიო თეთრად, ვიდრე მუხაში დავარგებული. მაგრამ აი ხა ვისკიში ხო და კონიაკში, ბრენდში უკვე მუხა საჭირო არის. ახალი გამოხდილი ვისკს. ხო. ფასი არა. ფასი არა აქ რა. უნდა იყოს აუცილებლად დავარგებული და წესიც მაგია რომ 3 წელი უნდა იყოს. ეხა ის ბრიტანული კანონმდებლობით 1 წელი, 2 წელი და ისე თეთრად დავარგებული ვისკი არსებობს. როგორ არის კომპანიები, რომელიც ამ White Dogs ესე ქვია, ასხავენ New Make Spirits და 3 წელი თუ არ არის, ერთი დღეც რომ აკლდეს, ახალი წელივით არის რა მოკლედ. ერთი დღეც რომ აკლდეს, ის არის სპირტიანი სასმელი, ვისკი არ არის. და არის შემთხვევები, რომ კომპანიები ამას ასხავენ, განსაკუთრებით ამას დაძდევენ, ესე ვთქვათ, ჭყალებში კოლექციონერები ესეთ რელიზებს და New Make Spirit აწერია თუ ახალია და თუ ნაკლებად დავარგებულია, იმას აწერია, რომ უბრალოდ სპირტიანი სასმელია. ის ვისკი არ არის. გემოზეც ბევრი მაქვს გასინჯული, შედარებით დავარგებულთან, ცოტა უხეშია და აი ესე ვთქვათ, წახნაგოვანია, ცოტა დამრგვალება აკლია. არქს სიამოვნებს რა იკბინება რა, ჯობია დავარგებული. ანუ კასრი სჭირდება აუცილებლად. კი, კასრი აუცილებლად სჭირდება, ამრგვალებს რა. 3 წლიანსაც და 5 წლიან სპირტებსაც, რომელსაც სინჯავ, აი რაღაცა მაინც ყოველთვის აკლია რა იმას რა. თუ გაქვს შესაძლებლად იგივე სპირტი ცოტა მეტად დავარგებული. ხო, აი საინტერესო არის ახლა ჩვენ, აი ხო ორი განსხვავებული პროდუქტი არის, ორივე ძალიან მიყვარს რა. ერთ სჭირდება კასრი. და მეორეც რაღაცა აი ხათრით არის ხოლმე თითქოს, მაგრამ ამას არის სინამდვილეში არ ჭირდება რა. მე მომწონს დავარგებული ჭაჭა, მაგრამ აი როგორც აღნიშნე, ეს ორი მიმართულებაა სხვადასხვა. ჭაჭას იმიტომ სვავთ, იმიტომ ვაგემოვნებთ, რომ ჭაჭის გემოც მოგწონს. უბრალოდ თრობისთვის არა ვსვათ. ჭაჭაში მოგწონს ის ყურძნისეული არომატები, თუ ეს ჭაჭაა, ნამდვილი ჭაჭა, ყურძნის ჭაჭა და როცა დავარგდება 4 წელი, 5 წელი ეს მუხაში რო ვარგდება და ის ცოტა ეს არომატები უკან გადადის და მეტად უფრო აი კასრის ტონები და ეს მუხის ტონები შემოდის. ეს გააჩნია უკვე ადამიანს, ვის რა მოწონს. რა თქმა უნდა, გემოვნების მე მეტსაც გეტყვი, ეხა აი ექსპერიმენტებს ატარებენ
ერთი ძალიან კარგი ბიჭი არის, ვინც გააკეთა შებოლილი ჭაჭა. შეგვიძლია პირდაპირ თქვათ. რაზე ბოლავს, როგორ ბოლავს? ერეკლე შავიშვილმა გააკეთა, წალამზე ბოლავს. ჯერ არ ჩამოუსხია, მაგრამ მე რო ვიყავი მასთან სტუმრად გამასინჯა და ძალიან საინტერესოა. იცი რა, მოგწონს, არ მოგწონს, ეს არის მეორე თემა, მაგრამ უკვე რო ექსპერიმენტები ხდება ჭაჭაში, ეს ძალიან მაგარია. 10 წლის წინ, 15 წლის წინ ესეთი რამეები არ არსებობდა რა. ეხლა უკვე იწყებენ უკვე სხვანაირად, ეხლა ზოგი შებოლავს, ზოგი რაღაცა სხვას მოიფიქრებს, არ ვიცი, რაღაცა მრავალფეროვნებაც გაჩნდება, გემოები მეტი გაჩნდება, არომატები მეტი გაჩნდება, პოპულარიზაციაც რა თქმა უნდა თქვენი საუბრებთ მე მინდა 25 წლის ფესტივალზე მონაწილეობდა დისტილერია Goldsmith-ი, წარმოდგენილი იყო ფესტივალზე და იმედია არა, ხო, კი ბატონო, ფესტივალზე რა სიზავენ მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ექსპერიმენტი რო ჩაატარა, კარგი არის და მინდა რომ წარმატება უსურვო და იმას. მე რაც მეტი ექსპერიმენტი იქნება, მეტ კარგ პროდუქტს ნახავთ. ურიგო არისო. მიუხედავად იმისა, რომ აი მაგალითად შებოლილი ვისკი ჩემთვის ცოტა ისეა რა. მაინც ძალიან მაგარი მე ვისკიები ამბობენ, რომ ძმაო, რას ლაპარაკობ, შენ თუ ვისკი, უნდა დალიო შებოლილი ტორფი და რაღაცა. ჰევლი დალევ ისა, არა ხარ შენ ნამდვილი ვისკის სმელი, მაგრამ მერტლად ეგეთი მაგარიც ვერა ვარ, რომ ეს მაგარი ჰევი ტორფი და გემოვნება ადამიანი შეიძლება 30 წელს. მაგრამ აი ეს ჭაჭაში საინტერესო იყო რა, ანუ გასასინჯა ძალიან საინტერესო იყო. ძალიან კარგი. ჩვენ გვაქვს ესეთი ბლიც კითხვები. დაგისმევთ და კი ბატონო. ჭაჭა თუ ვისკი? ესე რო თქვა რომ ორივე რო თქვა არ შეიძლება? უბრალოდ რადგან ჭაჭაზე საუბრობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო ჭაჭა არის რა. ჭაჭაზე იმიტომ საუბრობ, რომ დაჩაგრული მგონია ხალხო. და რაღაცა მინდა რომ ეს ჩვენი ეროვნული პროდუქტი წამოვიდეს წინ და დაუდგეს გვერდით სხვა მაღალ ალკოჰოლურ სასმელებს. არ გულისხმობ გემოთი დაუდგეს ან რაღაც, მაგრამ უბრალოდ ესეც ჩანდეს რა. როგორც ღვინო ჩანს. კი ბატონო, ჩანდეს რაღაც. ამაზე ამიტომ საუბრობ. ჭაჭა საკლია, ბევრ ჭაჭა საკლია შეფუთვა. და ძალიან ბევრს ნიშნავს კიდე მაგი. არა მარტო შეფუთვა, მე გეტყვით რა. ჭაჭას ზოგადად პოპულარიზაცია ხარდაჭერაკლია ჩემი აზრით. ხარდაჭერა ცალკე, აი ვიზუალური მხარე ცალკეა. ეხლა გეტყვი ვალერი, ნახე რატომ. შეფუთავს ის ადამიანი, მაგრამ ჭაჭას ხდის ვინ? გლეხი. რომელსაც არ აქვს ის ფინანსური, ძალიან ბევრი ძირითადად ხო, რომელსაც არ აქვს ის ფინანსური შემოსავალი იმდენი, რომელსაც შეიძლება სურვილი ძალიან დიდია, მაგრამ ამის საშუალება არ არის. იცით როგორ არის? ეგერთი რომ თქვათ, ბევრი გლეხი ხდის და ისინი მარკეტინგს ვერ აკეთებენ და პრინციპში არც უნდა აკეთებდნენ. შეიძლება იყოს ვიღაცა სხვა, ვინც წამოიღოს გლეხისგან და მერე იმან გააკეთოს. მაგრამ კომპანიები, თქვათ, ცოტა ნორმალური კომპანიები, ვინც არის მეღვინე. და ღვინოსაც აწარმოებენ და ჭაჭასაც, ხო? ესეთი ადამიანები ღვინოს, თავის ღვინოს უწევენ პოპულარიზაციას და ჭაჭაც იქვე აქვთ რა. ისე არა რომ ჭაჭა აი თანაბრად ღვინო ლამაზ ბოთლებში ხო რაღაცა და ჭაჭა ისეა რა და აი სადმე რომ წავლენ ხოლმე შეიძლება არც წაიღონ თავისი ჭაჭა. მაგათ Facebook-ს გვერდზე რომ შეხვიდეს, სულ ღვინოზე ლაპარაკობენ. თვითონ აქ ჭაჭა, მაგრამ ჭაჭაზე შეიძლება 30 პოსტში ერთი პოსტი კონდეს ჭაჭანა. რატო ხდება არ ვიცი. ალბათ იმიტომ რომ არ ეყიდებათ. ესეც არის რა. ალბათ იმიტომ რომ არ არის პოპულარული. ჩვენ თლიანად მიუძღვენით ჩვენი ეს ეპიზოდი ჭაჭას, ასე რომ იქნებ როგორღაც. თვითონ წარმოებლად კი, მეტი აქტიურობა არის აუცილებელი. პოპულარიზაცია ჩაატარონ თავისი პროდუქტი. დამიჯერეთ თან როგორ არის, მე რადგან ჩვენი ეროვნული პროდუქტი არის. ჩვენ კარგად შეგვიძლია ამის შეფუთვა რა. ქვევრის დახმარება შეგვიძლია. დიდი ისტორიის, მაგალითად, მე-12 საუკუნიდან იწყება გამოხდის
ისტორია, ამის გამოყენება შეგიძლია. ღვინის გაგრძელება როა და თან დამოუკიდებელია როა ამის რეჟიმში რო ხდება. კი ბატონო, აი ბევრი რაღაცა კარგი გვაქვს. კიდე რა შეგვიძლია კასრებზე რომ მკითხეთ და დამავიწყდა რა. ამაზე მომგვენ გვილაპარაკია. სხვადასხვა იმდენად მრავალფეროვანი ღვინო გვაქვს. კი. ჩვენ აი მრავალფეროვანი ღვინოების, კასრების გამოყენება შეგვიძლია ჭაჭაში ძალიან კარგად რა. სხვადასხვა ღვინის კასრში რო ჩაასხა ჭაჭა, მივიღებთ სხვადასხვა არომატს. ჯერ თვითონ სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან გამოხდილ ჭაჭას სხვადასხვა გემო აქვს. ახლა წარმოიდგინე კიდე ამ სხვადასხვა ღვინეზე რამხელა სპექტრი არის, ხო უკვე რა. აი როგორც ვისკი იხსნება ბუკეტებით ისე ვისე. მაგრამ არ ხდება ეს ყველ ხდება მარტო რაღაცა ისე რა, ერთია რომ გამოიხადა ყველა ყურძენს, ყველა ჯიშის ყურძენს ერთად ჩაყრიან, ყველს აფერავს, კაცითელს იმას ერთად მოაქცევენ ყველაფერს, ცეცხლს აუნთებენ, ადუღდება, გამოვა, რაღაც ბოთლში ჩადო, ან არ ჩადო და აი ეს ბევრი რაღაცა რომ ან ერთ კასრი ნებისმიერ კასში ჩაასხა. ხო, ან ერთ ნებისმიერ კასში ჩაასხა რა. მოკლედ ამას ჭირდება ძალიან, იცი რატო, დრო უნდა. უჭირთ ამის, რა 5 წელი შეინახოს, 6 წელი შეინახოს იმ წარმოებლებმაც, მერე განგაყიდის, ან არ გაყიდის. სხვადასხვა კასრები იყიდოს. კი, სხვადასხვა კასრები იყიდოს. ყველაფერი არის ფინანსებთან დაკავშირებული. ეხლა ვისკის ძალიან კარგად აქვს აწყობილი ეგ ამბავი და ეგ ყიდის პრინციპში რა. ვისკიშიც იყო ესეთი ჩავარდნები, ესე ყოველთვის არის. ჩავარდნები რა ვისკის კასრში დავარგება, მოხდა იმის გულის რომ გადასაზიდად იყენებდნენ ამ კასრებს. და ამ იმ ლოჯისტიკის დროს დაუარგდათ ვისკი შემთხვევით და ბოლოს დაიწყეს დავარგება ვისკის ხო მაგრამ დღეს ხო კასრით ფასობს რა თქმა უნდა მთავარი კასრია ვისკიში აი შეგიძლია რომ რაღაც ქინძმარაულის კასრით შეგიძლია რაღაცა სხვანაირი ისმი იყო იგივე საფერავში ხო ავარგებენ ახლა საფერავის კასრებში ჭაჭას ძალიან კარგი არომატი აქვს კი, ბევრი ექსპერიმენტი გვჭირდება, თუმცა კი, ახლა აპირებს ვალერი კიდე ერთი ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროს. რა ექსპერიმენტი? მოგვიყევი. შენ არიცი ხოჭე. მე მოგიყვე, რატო კასრში აპირებ დაავარგო? მე ვაპირებ კასრში დავავარგო ჭაჭაც და კასრში დავავარგო, განსაკუთრებულ კასრში დავავარგო ქერის დისტილატიც. ოცა ცალ-ცალკე. გასაგები. ცალ-ცალკე და ამისთვის გვინდა რომ გამოვიყენოთ უსახელაურის კასრი. აი ხო, უკვე ძალიან საინტერესო არის რა. ცოტა დიდხნიანი ექსპერიმენტი იქნება, ცოტა ლოდინი მოგვიწევს, მაგრამ არ გვეჩქარება და მინიმუმ 1 წელი მაინც გააჩერდა. ჭაჭასთვის 2 წელი ალბათ 3 წელი და ვისკი 3-ზე მეტი უნდა გაჩერდეს და რაც მეტი მით უკეთესი. 5 წელიწადში იქნება, მე ესე ვფიქრობ. საინტერესო. თუ არ გეჩქარებათ, ეს არის საუკეთესო ექსპერიმენტი რა. დღევანდელი გადმოსახედით, რასაც მე უყურებ, ესეა, ქინძმარაული ახსენე და ძალიან კარგი იქნება ალბათ ქინძმარაულის კასრში დავარგებულიც, მაგრამ უსახელაური მეტად უფრო ტკბილია და მეტად უფრო მეტ არომატებს მიცემს ვისკისაც და ჭაჭასაც. შენ ხო უსახელაურში აპირებ, აი ვიღაცამ ქინძმარაულს. ხო, ვიღაცა ხო ხდებია რა, უკვე რაღაცა გვეცოდინება რაღაც. ეხლა არაფერი არ ვიცით. ჩვენივე დავარგებულ არ გვაქვს ამის. ახალ კაწითელი გამოვლილ კასრშიც საუკეთესო ჭაჭა დადგება სავარაუდოდ. და ვისკიც. სავარაუდოდ. იცი რატო სავარაუდოდ? იმიტომ რომ არ ვიცი. იქნება მშრალი ნოტები, როგორც ესპანურ კასრებშია ვისკი დავარგებული და აი ძალიან აი ესეთი მშრალი ნოტები რომ მოაქვს იმ მშრალი ღვინის. კი ბატონო და ღმერთმა ქნას. აუცილებელი არა წითელი ღვინის კასრი. აი დღეს ხო 26 წელია და საუბრობთ და აი 10 წლის მერე ესეთი საუბრები აღარ გქონდეს, რომ სავარაუდოდ კარგი იქნება. ესე უკვე ვიცოდეთ რა. იქნება ვიცოდეთ უკვე 7 წლიანი კონტეს კასრი. ბლიცი ჩამივარდა, შემდეგი კითხვა. პირველი კითხვა გაგვიგზელდა. კარგი 10 წუთი გაგვიგზელდა ბლიცი. კარგია, კარგი. საყვარელი ხილის დისტილატი. მოკლედ უნდა უპასუხოთ თუ როგორც გინდათ აღარ არის ბლიცი, მაგრამ საყვარელი ხილის დისტილატი თუ თვითონ დისტილატზე ეკითხება. არა, კომში და ფეიხო. კომში ძალიან კარგია. აუ, კომში არის ხალხო. ჩვენ ვიცით კომში რაც არის. ეს ქართული კომშია და ისე არა, აი ბაზარში რო იყიდება რაღაცა გაბერილები. ჯაყელებს ქონდა გახსოვს ვალერი? კომშის მე და გიგამ ერთად გავხსენით და მე და გიგამ ერთად დავაგემონეთ კომშის. ძალიან ძალიან. ოთახში არომატი დისტილატი.
თუ კარგ კომს იპოვნი, აი ნამდვილი ესეთ კომს რა და არა რაღაცა იცი რა დგება. ფანტასტიკური. ასევე არის ფეიხოც. ან ძალიან ჩანს რა მათი არომატები ეხა. სხვა ხილიც არსებობს, მაგრამ ფეიხოც ვიცით. ფეიხოა, რაც გამისინჯავს ფენიქსის. ეხა ეგრე აქვთ რამდენიმეს კაცო. მაგრამ ძალიან კარგი იყო ძალიან ფენიქსის კარგი იმ კაც ისეთი არომატები. რირაოსა გადასარევი აქვს, ძალიან კარგი აქვს და გიორგისთან რო ვიყავი, დამალევინა თავისი და ფანტასტიკური იყო საინტერესო. რა. უბრალოდ ეს ხილები ძალიან კარგად იგრძნობა რა. ეხა ვაშლისგან მარტო რო გამოხადო, იმდენად ისეთი არ არის, მაგრამ კომსა და ფეიხოას აქვს ის რო აი კი. მიუხედავად იმის რომ კარგალი. შეიძლება ორჯერ კარგალი. გამოხადო, გარგალი. კარგალი. აუ ძალიან კარგი არის, გარგალის. ძალიან გადადის ყველა ჭერა. ყველა მოგწონს. კარგია. პირველი შეხვედრა ჭაჭასთან. თუ დალევას არ ვიგულისხმებთ და გასინჯვას არ ვიგულისხმებთ, როცა მამა ხდიდა ხოლმე ჩემთან სახლში, სოფელში, ჭაჭას და ვიყავი პატარა ბიჭი. ეს ამაზე კი უკვე ვისაუბრეთ რაღაც, მაგრამ მაინც ესეთი შეკითხვა გვაქვს, ჭაჭის ან ვისკის იდეალური ასაკია ჩვენ ესეთი შეკითხვა. ვისკის იდეალური, იცი რა, ალბათ ყველაფერი უფრო გემოვნების საკითხი არის. ვისკზე ვალერი უფრო კარგად ილაპარაკებს, მაგრამ ჭაჭის არ ვიცით. შეიძლება არიან როგორც ადამიანები, რომლებმაც იციან ეს და აქვთ გამოცდილება რამდენიმე კარგი საოჯახო მარანი თუ მოგწერენ, ძალიან კაი იქნება აი გავითვალისწინებთ. თუ თავიანთ გამოცდილებას მოგწერენ და გაგვიზიარონ. ასაკე ხო 3 წლის კარგია, 5 წლის კარგია, არ ვიცით. არ აი ეხლა ჩვენ ალბათ 5 წლის დაძველები ეხლა ვიწყებთ რა მაგ ყველაფერს ყველაზე და ისეთი გასინჯული. თანდათან გვეცოდინება იმედია რა. თუ ერთი სასმელი უნდა დაგრჩეთ მთელი ცხოვრება. ჭაჭა ვისკი თუ? შემიძლია სხვა ავირჩიო? კი, ნებისმიერი ღვინო. ღვინო. კი, თუ ერთი უნდა ვსვა, აუცილებლად ღვინო. რომელი ყურძნის? გაწითელი. აი ხა ისა ჩემი მეგობრები ქვევრში დავარგებული. ჩემი მეგობრები მეტყვია რომ ისა ეგ რა ღვინოა, ეგ არ არის ბევრს არ მოწონს რა, იმიტომ რომ ძალიან პოპულარულია და რადგან ძალიან პოპულარულია, ყველას გონია რომ ეს არ არის მაღალი ხარით, იმიტომ რომ ესეთი განცდა გვაქვს რა, რომ კარგი ხარისხის რაღაცა რო იყოს, უნდა იყოს იშვიათი. ძალიან რა და ეს არ არის იშვიათი არ რა. არის აუცილებელი. ხო, მაგრამ აი ხა ჩემთვის ჯერ მაგ გარემოში ვარ რა გაზრდილი, იმიტომ რომ ვენახიც ეგ და მე მგონია რომ კი ბატონო რაც გინდათ ისა თქვან, სოფლიოში საუკეთესო ყურძენი არის კაციტელი და მისგან დაყენებული ღვინო არის სოფლიოში ყველაზე მაგარი ღვინო. ერთადერთი ყურძენია, რომელსაც ვავარგებთ ჩვენ, ჩემი ოჯახი ქვევრებში. და დარწმუნებული თბილისში მაქვს 2 ტონა ნახევრის ქვევრები, თბილისში, ქალაქში, მამაჩემის სახლში და მხოლოდ და მხოლოდ რკაწითელი. მე როგორია? საუკეთესო. კახური ტრადიციულად დავარგებული, ჭაჭაზე რა თქმა უნდა, შემოდგომაზე დახურული და გაზაფხულზე ხო, აი ეს ერთი სასმელი რო დარჩეს, აი ამას ავირჩიოდი რა. მიუხედავად ჩემი ვისკის ესეთი სიყვარულისა, ერთ-ერთი საუკეთესო სასმელია ჩემთვის ღვინო და განსაკუთრებით რკაწითელი. იცოცხლე ძალიან კარგია და გამიხარდა რომ ჩვენ ერთმანეთში შეგიძლია გააგრძელო ბლიცი. ჭაჭა დილით თუ ვახშამზე ღამით? დილით. დილით რა, აი დილით აუცილებლად. იცი როდის დილით? სანამ სამსახურში წახვალ, რომ გაიღვიძე ფაზზე მოხვალ და ყავას რო სვალ, ყავას რო დაამთავრებ, მერე უნდა დაარტყა ჭაჭა, შოთი, ეგრეთ წოდებული 50. ვის როგორ გააჩნია ზოგ ცოტა მეტის და მერე წადი და რაც გინდა გააკეთე. ხარ ძალიან ბედნიერი, ძალიან კარგ ხასიათზე, ხალისიანი და საქმეც უფრო კარგად გამოდის. ანუ სწრაფად დალევა თუ ნელა სიამოვნებით? სწრაფად დალევა. სიამოვნებით დალევაც შეიძლება, ოღონდ დილით არა. საღამოს კი ბატონო. ჭაჭა ტრადიციაა თუ ინოვაცია? აი, ტრადიციაც და ინოვაციაც. იცი რატო ტრადიცია მართლა გვაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ 8000 წელი ხო არის ღვინო, ეს არის 800 წელი დაახლოებით. მაგრამ წინ გვაქვს მთელი ინოვაციები, ხალხო, მეგობრებო, ვინც მისმენთ, ვისაც საშუალება გაქვთ, რომ ინოვაციურად მიუდგეთ და ექსპერიმენტები ატაროთ, თქვენ შესცურავთ ჭაჭის უზარმაზარ ოკეანეში, ინოვაციების ოკეანეში. გააკეთეთ ეს, ვისაც საშუალება გაქვთ და
მადლობას გეტყვით, შთამომავლობა. და ჩვენ რა თქმა უნდა. და ჩვენ რა თქმა უნდა. ჭაჭა სახლში თუ ბარში? აიცი რა, მე მიყვარს როცა რამეს ვაკეთებ და მაშინ დავლევ ხოლმე ჭაჭას და ბარში შეიძლება სხვა რამე დავლევ. მაგრამ აი მიქსოლოგიაში ძალიან საინტერესო არის ჭაჭა რა. აი კიდე ერთი ამბავი, ბარმენები ბარში მოკლედ ახალგაზრდებთან დისკოში მისკო რაღაცები თუ აი ეს თუ დაიწყება ექსპერიმენტები მანდაც აი ყველაზე უცნაური კომბინაცია რაც გინახავთ აი ზუსტად ამაზე მაქვს შემდეგი კითხვა ჭაჭასთან კი მინახავს არ ვიცი ხო გამიკეთებიან ჭაჭა და თოვლი ესეთი რა თოვლის საინტერესოა კი საინტერესო არის გუნდაობდით? აი, ალბათ ჭიკაში ხო ეს ახლა ლაგერბინას აქვს გონი. კი, იაგერი ამ ბოლო დროს გამოჩნდა ეგ ვიდეოები ჭიკაში. თოვლი და ზემოდან იაგერს ასხავენ. მართლა? არა, არ მინახავს ეს. მე დიდი ხნის წინ არ გაკეთებული ჩვენ, მაგრამ ძალიან საინტერესო არის. რა თქმა უნდა, სუფთა თოვლზე აქვს საუბარი და ახალ მოტო. ახალ მოტო. უცნაური, ყველაზე უცნაური ადგილი, სადაც ჭაჭა მიგირთმევიათ. ყველაზე უცნაური გზავრობის დროს მანქანის მართვის დროს არ მიირთვათ საჭესთან არასდროს არაფერი ეს ამის პოპულარიზაციას არ უწევრო საჭესთან მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ყოფილა ეს და ბოლო კითხვა მაქვს ესეთი ჭაჭა რომელი სუპერგმირი იქნებოდა ძალიან მაგარი კითხვა არის. სუპერგმირი არ ვიცი რომელი იქნებოდა, მაგრამ ამასთანავ პოსტი დავწერე ჭაჭასთან დაკავშირებით. ესეთი მიდოდა რომ რაღაცა ვითომ მითოლოგია შემექმნა, რომ ეს არის რაღაცა ძველი. ჭაჭა გამოვიყვანე დიონისეს ნახევარ-ძმა. იალოსი, რომელიც არის ზევსისა და ნიმფა ეთრას მეორე ვაჟი თუ რაღაცა ეგეთი და ეს იალოსი რომელმაც გამოიგონა ჭაჭა პირველად არის გამომწყდეული დიონისეს მიერ მარანში ეს ხო ამის ნახევარ-ძმა არის და არ უნდა რომ გამოაჩინოს და გამომწყდია მარანში და დიონისე რო ღრეობს რაღაცა გადადის ერთ ამბებში და რაღაცა ჭაჭა დამალული ყავს ეს დამალული ყავდა ეს ხო მემარნე არის და უგზავნის ღვინოებს გაიგე და ერთხელაც გათავდა ეს ღვინო აღარ არის მაგრამ დარჩა ნარჩენები დიონისე მოიწყინა რა უღვინოდ დარჩა რაღაცა ამ იალოსმა აქედან მერე გააკეთა იფიქრა და ამ ნარჩენებს შექმნა აი ესეთი მითი გამოვიგონე მოკლედ რა პოსტა წერია ძალიან ლამაზია რა მაგრამ აი ეს იქნებოდა ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირი მინდა რომ იყოს აი ეგეთი კითხვა მქონდა ზუსტად მაგაზე და აღარ დაგისმენთ ამ შეკითხვას გაიხსენეთ რამე ისტორია და ისეთი ისტორია მოგვიყევით რომ ხო გამოგონილი არის მაგრამ ძველი საბერძნეთი კი ბატონო ხო და ეს ამბავი იყო ძალიან კაი ამბავი მოვისმინეთ მოკლედ ხო ამ იცი რა არის რაღაცებს ჭირდება ისტორია რა ბევრ ამეს აქ ხა მე კარგი კითხვაა ისტორიასთან დაკავშირებით ყველაფერს ჭირდება ისტორია ამბავი ჭირდება ყველაფერს რაღაცა გასახსენებელი უნდა იყოს რაღაცა მოსაყოლი უნდა იყოს რა ეხლა რადგან ეხლა ვიწყებთ ჩვენ ამ სფეროში ეხლა მაგალითად ვისკიზე რო ჩახვიდე ირლანდიაში და შოტლანდიაში ალბათ მოგიყვებიან უამრავ ლეგენდას უამრავ ამბავს ყველა ოჯახმა შეიძლება სხვადასხვა ამბავი მოგყვას სხვადასხვა დისტილერიის ლეგენდები ძალიან ბევრია აქაც მოყვებიან ღვინოზე განა არ მოყვებიან მაგრამ აი ჭაჭაზე უკვე ვეღარ ყვებიან აი ჭაჭა დამალული ყავთ ოთახში ხო ჭაჭა დამალული ყავთ ოთახშია გამომწყდეული აი სწორედაც ვისკზე ვამბობდით და ყველაფერს უკავშირებენ ბოლოს ვისკს. როგორიც არის მაგალითად Burns Night, Saint Patrick-ის დღე. ყველაფერს ბოლოს აღნიშნავენ ვისკით. და ვისკი. წმინდა პატრიკო როგორია, ხო? ვინ არის მათთვის წმინდანი იყო და ამ ყველაფერს აკავშირებენ ბოლოს ვისკისთან და მე ესე ხდება ეს. ძალიან კარგია, ძალიან კარგი. აქაც არის მთის კულტურაში განსაკუთრებით ხატობებში და დღეობებში ჭაჭა უფრო ხილის არაყი. მაგრამ მაინც ქართული სპირტი ოჯახში მოხარშული ლუდი და ჭაჭა არის ეს რომ
დღესასწაულებს უკავშირდება, მაგრამ მაინც ვერ გავრცელდა ისე მასა, როგორც მასობრივად? კი ბატონო რა. ჩვენ ესეთი ერთ-ერთზე საუბრის დროსაც აღვნიშნეთ და ეხლაც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში რაც არის მთავარი და რაც უნდა გააკეთოს. ხა ჩვენმა ხელისუფლება იქნება თუ ეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რაღაც კანონები უნდა შევიმუშაოთ ჭაჭასთან მიმართებაში, რაღაც კანონებში მოვაქციოთ და ხელშეწყობის პროგრამა დავიწყოთ რამე. და პირველი რასაც ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე და აქაც ვიტყვი, აქციზი უნდა მოუხსნათ პატარა მარნებს. კი ბატონო, ძალიან სწორ ეს ამბობ ეხა შენ, თუ გვინდა ჩვენ რომ ეს ჩვენი ეროვნული პროდუქტი ცოტა მაინც წამოვიდეს წინ, პირველად არის ორი რამე გასაკეთებელი. ეს არის ქართულ პროდუქტზე, ჭაჭაზე და თქვათ ხილის დისტილატებზეც, რა თქმა უნდა, მარტო საქართველოში წარმოებულ მაღალ ალკოჰოლურ სასმელებზე უნდა ან მოიხსნას, ან განულდეს, არ ვიცი რა მოხდეს და მეორე არის, რომ ინდმეწარმე, მან მცირე მეწარმე, მან რაღაცა სტატუსით შეეძლოს ადამიანს გაყიდოს ჭაჭა და აქციზი კონდეს. თავი მაინც აქციზია, რაც ბიუროკრატია, პლუს ზედმეტი საფასურია, რასაც თუ არ ვწდები და თუ სწორად მახსოვს, არ ვიცი, ეხა 1 ლიტრა 40-45%-იან ჭაჭაზე არის 6 ლარი გადასახდელი. 6 ლარი თუ რაღაც აღარ ვიცი რა და აბა მაშინ ეხა პატარა მწარმოებლის წარმოგიდგენია 1 litrას რო ჯერ ხო იცედაც გადასახადები და ხარჯები და ის 1 ლიტრი ხო რომ და მე როგორ იზრდება ფასი და ყიდველისთვის ხო გაძვირებული არის უკვე ეს. ყიდველისთვის მე არჩევანია და უკვე უცხოურს რა თქმა უნდა ჭაჭას აღარ იყიდეს ეხა შეიძლება ჭაჭით და რაღაცა სხვა უცხოური იმხელა ფაშხაობა არ იყოს მაღაზიაში და დაავლებს ხელს იმ უცხოურს რა ჭაჭას არ იყიდეს. და თავიდან რას ვთქვი ჩვენი საუბრის დასაწყისისას მარკეტინგი ეს შეფუთვა რაღაც განსხვავებული ბოთლები, განსხვავებული ტუბები, განსხვავებული ყუთები. აი, კი ბატონო. რაც რა თქმა უნდა ფასის დის. ჩემი ბოლო კითხვაც ესე ვთქვა. რაღაცას ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, რომ არ ჩემ აზრს ვიტყვი რა, კარგია რომ ჭაჭის ფესტივალს აკეთებენ და რაღაცები ხდება, მაგრამ თუ სწორად მახსოვს და არ ვწდები, ღვინის ეროვნული სააგენტომ რამდენიმე მილიონი 20 თურზე რაღაცა დაამტკიცა ბიუჯეტი, რომ უნდა დაიხარჯოს ღვინის პოპულარიზაციაში. და მე მგონი აქ მოიაზრება ჭაჭაც თუ არა? აი ხო და ეგ არის რა. არ ვიცი. ალბათ სულ დაიხარჯება ღვინოს. მარტო მხოლოდ ღვინოზე. აი ცოტა რომ იხარჯებოდეს ჭაჭას გარდა იმისა, რომ ფესტივალს მართლა აკეთებენ და რაღაცებს აკეთებენ, არ არის საკმარისი რა. თქვა ბიუჯეტი გვაქვს 10 სიტყვაზე 10 ლარი რა. ამ 10 ლარის 10 ლარი ღვინოზე არ უნდა დაიხარჯოს. კარგია ღვინო რა თქმა უნდა. ჩვენი ნომერ პირველი სასმელია და ბოლოდ 11 ლარი გამოვყოთ და ის 1 ლარი მაინც ჭაჭას. და საზღვარგარეთ როცა მიდის, თქვა, როდესაც მიდის ქართველი მწარმოებელი უცხოელ ფესტივალებზე ძალიან ბევრჯერ ხდება უკვე ეს ფესტივალები, სადაც ჩვენები მონაწილეობენ და ნახულობ და მართლა მიხარია. აი იქ უნდა წაიღონ და იქ უნდა ანახონ მთელ მსოფლიოს იგივე თავისი ნაწარმოები ჭაჭა და გაასინჯონ. ეხა სახელს და გვარს არ ვიტყვი და არც ფესტივალს, ერთ-ერთ ბოლო ფესტივალზე რო წავიდნენ ქართველი მეღვინეები, რამდენიმე ათეული მეღვინე წავიდა ღვინის ფესტივალზე. მე ერთ-ერთმა მითხრა რომ ერთმანეთს ვეკითხებოდი, ბიჭო, ჭაჭა არა გაქვს წამოღებული და ისე აღმოჩნდა რომ არავის არ ქონდა ჭაჭას აღებული რა. ყველა თავისი ღვინით წავიდა. დასალევად ჭაჭა უფრო არ იყო ჭაჭა რა და ამ ბოლო დროს ეხა იყო პარიზი, ავი უყურებ მე ვერსად ჭაჭა ვერ ნახე, არ ვიცი თუ იყო და მე ვცდები, კარგია, მაგრამ არ ამგონი ამიტომ დაიდგას იქ ერთი ყოველთვის ვათვალიერებს, სტენდებს ვათვალიერებ, ვინ მონაწილეობს, შევდივარ მათ საიტებზე, მონაწილეებს ვათვალიერებ და ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ჩვენ სტენდებზე ჭაჭები. ჩვენ სტენდებზე გვაქვს. მოკლედ, კარგი იქნებოდა თუ, აი ესეთი კითხვა მინდოდა დამესვა და თუმცა კი ისაუბრეთ ყველაფერი ამაზე, მაგრამ თუ რამეს დავამატებთ. კი ბატონო, კარგი იქნებოდა თუ დღეიდან 10 წლის შემდეგ
ისე ილაპარაკებენ, ისეთი მცოდნეები და ისეთი გამომხდელები გაჩნდებიან საქართველოში და ისეთი მრავალფეროვანი ჭაჭა და ხილის დისტილატები იქნება ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის მაგალითად ღვინის მრავალფეროვნება, ვისკის მრავალფეროვნება, რა ვიცი, სხვადასხვა სასმელების მრავალფეროვნება. ამაზე კარგი არაფერი არ იქნება. ეს არის მომავლის საქმე, დღეს იწყება, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მჯერა, რომ აი კარგი იქნება თუ სამბავშიც, აუცილებლად მოხდება ეს, აუცილებლად მივა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იქამდე, რომ თავის ძალიან კარგ, თავის ძალიან მაგარ, გემრიელ, ძალიან საინტერესო და ძალიან მრავალფეროვან პროდუქტს დააფასებს და შეიყვარებს. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ესეთ სურვილები და იმედები მაქვს. მაგი გვაქვს იმედი, მაგის გვაქვს სურვილი, მაგი გვაქვს, რაც გვიხარია მაგალითად ამ უცხოურს რომ ნახულობ და კარგი რომ არის, ლამაზი რომ არის, იგივე გვინდა ჩვენი პროდუქტისთვის. რაც აუცილებლად გასაკეთებელია. კი ბატონო. ჩვენი ეპიზოდი დასასრულს უახლოვდება და ვალერის გონი ერთი კითხვა უნდა და დაესვა. მიდი, მითხარი, ვალერი. როგორ უფრო გიცნობენ? როგორც ჭაჭის კომაქს თუ როგორც გუბაზოლობს? ამ კითხვას ვერ ავწდებოდით ვერანაირად. არა, ჯერ ჭაჭა იქამდე ვერ მივა, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვცდილობ რომ ჭაჭამ გაუსწროს გუბაზის პაროდიებს რა, იმიტომ რომ არა, მართლა კარგი არის ესეც და მიხარია რომ ესე არის, მაგრამ ჭაჭა ჩემია. და ღვინო ჩემია და ბატონი გუბა სხვათა შორის როგორც ვიცი თუ სწორად მახსოვს თვითონაც რაღაც ამ საქმეში არის ვენახების და ჭაჭის და ღვინის ამბავში თუ სწორად მახსოვს არ ვიცი კარგია საინტერესო თუ არის წარმატება უსურვო მადლობა გიგა საინტერესო ძალიან საინტერესო საუბრები იყო დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ ხალხო გქონაგობთ არ გაჩერდეთ ბევრი საინტერესო ეპიზოდი გააკეთეთ და ვისკიზე იქნება თუ სხვა სასმელებზე იქნება საუბარი ოღონდ ილაპარაკეთ მოიწვიეთ საინტერესო სტუმრები არ გაჩერდეთ და ნახავთ რომ 3-4-5 წლის მერე სულ სხვა შედეგი იქნება ჩვენ ქვეყანაში ცნობიერების კუთხით ძალიან კარგი მადლობა გიგას სტუმრობისთვის ვისაც მოგეწონათ დღევანდელი ეპიზოდი დალაიქეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი და გაუზიარეთ მეგობრებს, ვისთანაც ერთი დრამის დალევა მოგწონთ და გიხარიათ. კარგად მეგობრებო. ეს იყო ბლენდკასტი, გემშვიდობებით. შეხვედრამდე.